გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება თაფლის უკან დამალული სამყარო. დღეს ვისაუბრებთ თაფლზე, მაგრამ თაფლის თვისებებზე არ ვისაუბრებთ. თაფლის თვისებებს რაც შეეხება, მე ერთი ძალიან კარგი ვიდეო მაქვს ატვირთული. თაფლის ყოველდღიურად მიღებით გამოწვეული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში. აი ასე ქვია ამ ვიდეოს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უბრალოდ თაფლზე და თაფლის უკან დამალულ სამყაროზე. რაც შეეხება თაფლს იმერეთის რეგიონში, გავრცელებული არის ძირითადად სამი ტიპის თაფლი. აკაციის თაფლი, რომელიც აი ახლა მაისში ყვავილობს და მეორე სახელიც აქვს ამ თაფლს, მაისის თაფლს ეძახიან. მაისის თაფლი, ანუ აკაციის თაფლი გამოირჩევა შედარებით სიბლანტით, სქელი არის და გამოირჩევა ტკბილი გემოთი. ფერის რაც შეეხება, აქვს მოყვითალო ფერი, ლიმონის ფერისკენ მიდის და რაც უფრო ღია ფერის არის, მით უფრო მეტი წილი აკაციის ნექტარი არის ამ თაფლში. როგორც კი დასრულდება მაისის ღალა, შემდეგ ძალიან მალე იწყება ცაცხვის ყვავილობა და წაბლის ყვავილობა. რაც შეეხება ცაცხვის და წაბლის თაფლს, შედარებით უფრო თხელი არის ვიდრე აკაციის ფერს რაც შეეხება არის ყავისფერი. რაც უფრო მუქი ყავისფერი არის, ეს უფრო მეტად მიანიშნებს იმაზე, რომ მეტი წილი წაბლის ნექტარი არის ამ თაფლში. წაბლის თაფლი გამოირჩევა შედარებით მომწარო მოტკბილო გემოთი. თან ტკბილი არის და თან მწარე არის რა, რაღაცა საუცხოო გემო აქვს. მე მაგალითად ძალიან მიყვარს წაბლის თაფლი. რაც შეეხება წაბლის ლოკაციებს, იმერეთის რეგიონში გავრცელებული არის წაირმის მხარეში, ტყიბულის მხარეში, ძალიან კარგი ბაზები არის და მეფუტკრეები ხშირად თაბარებენ ხოლმე ამ მიდამოებში. ზოგიერთისთვის თაფლი არის უბრალოდ ტკბილი პროდუქტი, მაგრამ სინამდვილეში ეს ფუტკრებისთვის არის ათასობის ფრენის შედეგი. დაუფიქრდებით მეგობრებო, ძალიან დიდი ფრენა და ძალიან დიდი შრომა აქვს ფუტკარს ჩადებული სულ მცირე ოდენი თაფლის დამზადების პროცესში. ათასობით ყვავილზე მოგზაურობს ფუტკარი და იღებს ძალიან მცირე ნექტარს, რომელიც შემდეგ მოაქვს კაში. ფუტკრებისთვის ეს უბრალოდ ტკბილი პროდუქტი არ არის მეგობრებო, რა თქმა უნდა ფუტკარი თაფლს საკვებად იყენებს, მაგრამ ფუტკრებისთვის თაფლის შეგროვება და თაფლის დამზადება ეს მისი ყოველდღიური ცხოვრება არის. ყველაფერი მეგობრებო იწყება ბუნებაში, სადაც ფუტკარი ნახულობს ყვავილს და პოულობს ნექტარს. იმისათვის რომ ფუტკარმა ერთი კოვზი თაფლი დაამზადოს, მთელი მისი ცხოვრებაა საჭირო. მთელი მის ცხოვრებას უნდება ერთი კოვზი თაფლის დამზადებას. მაგრამ მეგობრებო, ეს ფრენა იოლი საქმე არ არის. ძალიან დიდი საფრთხე აქვს ფუტკარს და ძალიან ბევრი მტერი ყავს ბუნებაში. პარაზიტები, ქარიც ფუტკრის მტერია, მაგალითად ჩიტები, რომელიც ფუტკრებს ჭამს. არის კიდევ ასეთი გავრცელებული დაავადება ვაროა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის მეფუტკრეობაში და ახლა უკვე დაგვემატა ტროპილელაფსოზი, რომელიც ანადგურებს ფუტკრის ბარტყს. როდესაც ფუტკარი ბრუნდება სკაში, აქ მისი საქმიანობა არ სრულდება. ის ნექტარს გადასცემს სხვა ფუტკარს და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. სკის შიგნით ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. აქ არ არსებობს მეგობრებო ქაოსი. სკის შიგნით ყველაფერი ორგანიზებული არის ზუსტად. ფუტკრები ნექტარს ამატებენ ფერმენტებს, ამ ფერმენტების დამატებაში შეიძლება რამოდენიმე ფუტკარი იყოს ჩართული და თანდათანობით ქმნიან თაფლს. როდესაც უკვე თაფლი მიღებულია, ფუტკრები იწყებენ ტენიანობის შემცირებას. რამოდენიმე ფუტკარი დადგება სკის საფრენთან, დაიწყებს ფრთების ქნევას და ამით აკეთებს ცირკულაციას. ხდება ასე ვთქვათ თაფლის გამოშრობა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სკის შიგნით ერთი და იგივე ტემპერატურა, რომელიც დაახლოებით 36 გრადუსი არის. როდესაც ტენიანობა დაეცემა დაახლოებით 18 გრადუსზე, ნექტარი გარდაიქმნება თაფლად. მაგრამ არც ახლა არ არის დასრულებული საქმიანობა. შემდეგ ამ თაფლის გადაბეჭდა მიმდინარეობს. გადაბეჭდილ თაფლს რაც შეეხება, 10 წლეულების მანძილზე არ ფუჭდება. სკა არ არის უბრალოდ ფუტკრების სახლი ან ჯგუფი. ეს არის ერთიანი სისტემა, მეგობრებო. ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ფუტკრების ერთი ნაწილი უვლის ბარტყებს, მეორე ნაწილი ასუფთავებს სკას, მესამე ნაწილი ზრუნავს ვენტილაციაზე, ზრუნავენ სკის კლიმატზე. თითეული ფუტკარი ასრულებს თავის მოვალეობას და ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვერ იარსებებს ეს მთლიანი სისტემა. ფუტკრები ერთმანეთს ესაუბრებიან. ფუტკრების საუბარს და ფუტკრების ენას მეფუტკრეები ცეკვას უწოდებთ, დადიან მეგობრებო, ასე რუიანებს ხაზავენ. ამ ცეკვის საშუალებით ფუტკრები ერთმანეთს ატყობინებენ, რამდენად შორს არის ნექტარი და რა მიმართულებით უნდა იფრინონ. ეს ფუტკრების ცეკვა არის მათი ბუნებრივი ენა, რომელსაც ფუტკრები სრულყოფილად იყენებენ. როგორც ახლა თქვი მეგობრებო, ეს სამყარო არ არის სრულყოფილი, აქაც ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს. ძალიან ბევრი საფრთხეები აქვს ფუტკარს. შეიძლება საფრთხეებმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს და დაიღუპოს ფუტკრის ოჯახი. ამიტომ აქ გამოჩნდება უკვე მეფუტკრი.
მეფუტკრე როგორც ბრძანებელი კი არა. კარგი მეფუტკრე სინამდვილეში ეხმარება ფუტკრის ოჯახს და მეფუტკრის ერთმა სწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ფუტკრის ოჯახი იხსნას და გადაარჩინოს. და ბოლოს მეგობრებო, ათასობით ფრენის, დღეების, კვირეების და ამ ფრენების და უწყვეტი პროცესის შედეგად იქნება თაფლი. თაფლი არ არის უბრალოდ კბილი პროდუქტი, ეს არის შრომის შედეგი, ერთობის შედეგი და ბუნების სიზუსტის მაგალითი. ფუტკრები არ ჩერდებიან, ყოველთვის აგრძელებენ მუშაობას. სწორედ ამიტომ არის მათი სამყარო ასეთი ძლიერი. სინამდვილეში მეგობრებო, თაფლის უკან დამალული ეს სამყარო გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სამყაროში. ფუტკრებისთვის თაფლი მხოლოდ საკვები და გადარჩენის საშუალება არის, მაგრამ მათი როლი ბუნებაში გაცილებით დიდი არის მეგობრებო. ყოველი ფრენის დროს, როდესაც ფუტკარი ყვავილიდან ყვავილზე გადადის, ის მცენარეების დამტვერვაში მონაწილეობს. სწორედ ამ პროცესზე არის დამოკიდებული მცენარეების, ტყეების და მინდვრების სიცოცხლე. შეიძლება ითქვას, რომ თაფლი უბრალოდ გვერდითი მოვლენაა და გვერდითი შედეგია იმ უდიდესი მოვლენისა, რომელსაც ფუტკრები ასრულებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომელსაც დამტვერვა ეწოდება. ფუტკრები არა მხოლოდ თაფლს ქმნიან, ისინი სიცოცხლის ციკლს ინარჩუნებენ ბუნებაში. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ამ ვიდეოს ნახვისთვის. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა ყველას.